კიბე. მოულოდნელად აკოცა. წინა დღეს, როცა დედასთან ერთად ბრაზილიურ სერიალს უყურებდა, კი გაიფიქრა, ნეტავ მაკოცოსო, მაგრამ არ ეგონა ნატვრა ასე მალე თუ აუსრულდებოდა. სამსახურიდან სახლამდე მიაცილა. სხვა დროს კართან ემშვიდობებოდა ხოლმე, თუმცა გუშინ სადარბაზოში შეხვდა. ხის კიბეზე უკვე ერთი ნაბიჯი ჰქონდა შეთქმული, რომ კლავზე ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა. მერე ორივე ხელი შემოეხვია და ტუჩებში აკოცა. ეს მისთვის პირველი კოცნა იყო და თითქოს მიწა ფეხქვეშ გამოეცალაო, თავბრუ ისე დაეხვა. შეშინებულმა შეხედა. ახსნას ითხოვდა, ეს რატომ გააკეთეო, თვალებით ეკითხებოდა. ისიც მიუხვდა. ჯერ მხრები აიჩეჩა, მერე შუბლი მოიფხანა და გეგონებოდა თავს იმართლებსო, ისე უთხრა. ცოლად გამომყევი. ერთ კვირაში საფრანგეთში მივდივარ, ჩემთან ერთად წამოდი. არაფერი უპასუხა. კიბეს მთვარეულივით აუყვა, თამშვიდობებაც გადაავიწყდა. სახლში შევიდა თუ არა, თავის ოთახში შეიყუჟა, ტანსაცმლიანი ლოგინში ჩაწყდა, ბედნიერებისაგან თავზარდაცემული გაირინდა. რა კარგი იქნებოდა მასთან ერთად ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება. დილაობით ერთად დალევდნენ ყავას აივანზე, ზღვას უყურებდნენ. ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ, იწვიმებდა თუ ქარი იქროლებდა. ზამთარი იქნებოდა თუ ზაფხული. იცინებდნენ. სამსახურშიც ერთად წავიდოდნენ. ანასაც ერთად მიიყვანდნენ სკოლაში. საღამოობით სამივენი ერთად ივახშმებდნენ. ვახშამს ყოველთვის თვითონ მოამზადებდა. მაგიდას ერთად აალაგებდნენ, ჭურჭელსაც რიგრიგობით დარეცხავდნენ. მერე ანას ამეცადინებდნენ. ანა კი მათ ფრანგულ სიტყვებს ასწავლიდა. კარგამინჩი ზღვის სანაპიროზე გაისეირნებდნენ. წვიმიანში სახლში დარჩებოდნენ, ბატიბუც მოხალავდნენ და რაიმე კომედიას უყურებდნენ. დაყოფილიყო ასე, თუნდაც ყოველ დღე. არ დაიღლებოდნენ, ერთფეროვნებისაგან არ გაღიზიანდებოდნენ, არც იჩხუბებდნენ. მერე თვალები დახუჭა და წარმოიდგინა პატარა წკრიალა ბინა, ცისფრად შეღებილი კედლები, ფანჯარასთან მიდგმული ლურჯი დივანი, ზედმიყრილ-მოყრილი, ღუზებამოქარგული ბალიშები, ოთახის შუაში მრგვალი მაგიდა, 3-4 სკამი, აივანი ზღვის ხედით და ქოთნის თეთრი აზალიებით. თვალები გაახელა და ჭერს მიაშტერდა. ტუჩებზე მის კოცნას ისევ გრძნობდა. თვალწინ კინოკადრივით უტრიალებდა, როგორ შემოჰყვა სადარბაზოში, როგორ შეაჩერა, თავისკენ მიიზიდა, როგორ აკოცა. დედამ გვიან გაიგო, რომ მოსული იყო. ოთახში ჯოხის ბრახაბრუხით შევიდა, შუქიანთო. კი მაგრამ, როდის მოხვედიო, კითხა. გეთქვა, მე კიდევ გელოდებოდი, უშენოდ ლუკმა არ შემიჭამიაო უსაყვედურა. ხმა რომ არ გასცა, ცუდად ხომ არ ახარო, მიუახლოვდა და სახეზე დააკვირდა. ოცნებებიდან უცბად გამოფხიზლდა. კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალეო, ლოგინზე წამოждდა. 10 საათზე ნემსი მაქვს გასაკეთებელი, ხომ არ დაგავიწყდაო. არი ნერვიულო, ახლავეო, ზანტად ადგა და კაბაზე ზოლიანი ხალათი შემოეცა. პირველად ბაქას სამსახურის კიბეზე შეხვდა. იმ დღეს ზედმეტად აღელვებული იყო. 9:05 აკლდა, აგვიანდებოდა. წლებია სამსახურზე ოცნებობდა და დედამისის მეგობარმა როგორც იქნა ხარისხის სამსახურში საბუთების რეგისტრატორად მოაწყო. პირველი დღე იყო, მას კი აგვიანდებოდა. კოკისპირულად წვიმდა. კიბე აირბინა და ქოლგა ჩაკეცა თუ არა, მის თვალებს შეეჩეხა. დასველდი, უდარდელად კითხა და გზა დაუთმო. თანამშრომელთან ერთად იდგა და ყავას სვამდა. კარგია წვიმა, ამის გარეშე რაა გაზაფხული და გაუღიმა. დაძაბულობა უცბად გადაუარა. თავდაჯერებულმა შეაბიჭა შენობაში. ცხოვრება რაღაცნაირად არ აეწყო. უნივერსიტეტი კი დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერა და ვერ იშოვნა. არ უნდოდა ამაში დედა დაედანაშაულებინა, მაგრამ რამდენი რამე გამოჩნდებოდა, დედამისი ყველაფერზე ხელებს ასავსავებდა. განა უმაღლესი განათლება მაგისტრის მოგეცი, რომ ამ საქმისთვის მოცდეო. კითხავდა და მასაც ყველაფრის ხალისი ეკარგებოდა. ცოტა ხანს მაცადენ, პირდებიან შენთვის კარგ ადგილსო, ცხვირჩამოშობილს როგორც კი დაინახავ და აიმედებდა. მერე კი მიუჯდებოდა ტელეფონს და მთელი საღამო დაქალებში გადარეკვა-გადმორეკვას უნდებოდა. ყველა რაღაცას პირდებოდა, ისიც მოთმინებით ელოდებოდა. ამასობაში თითქმის 20 წელიწადი გავიდა. მერე კი როცა დედამის უცხოეთში ერთადერთი ძმა მოუკვდა და ის საარსებო წყაროდ შეუწყდა, ყოველთვე ძმა რომ უგზავნიდა,
ბედად სამსახურიც გამოჩნდა. ერთ-ერთმა დაქალმა მართლაც დარეკა და საბუთების რეგისტრატორის ადგილი შესთავაზა. დედამ თავიდან ამაზეც წუჩები აიბზოა, მაგრამ სხვა გზა არც ჰქონდა. პენსიით ცხოვრება შეუძლებელი იყო. სახლიდან კი ყველა ძვირფასი ნივთი თუ სამკაული უკვე გაეყიდა. ადგა და დათანხმდა. ბაქაც იმავე სამსახურში მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. 40 წელს გადაცილებული ქვრივი იყო. პატარა გოგო ჰყავდა. ანა სკოლის დამთავრებისთანავე მამამის სამსახურში აკითხავდა. მერე კი იჯდა ხოლმე მის პაწაწინა ოთახში და თავჩაღუნული საშინაო დავალებებს ასრულებდა. ზოგჯერ ესმოდა ანა ხმამაღლა ლექსს როგორ კითხულობდა. რამდენჯერმე შესვენებისას მაგალითების ამოხსნაში დაეხმარა. ეგონა რომ სწორედ ამით მოიგო ბაქას გული და მისი ყურადღებაც ამით დაიმსახურა. სამსახურში დღე-გამოშვებით ხვდებოდა. ის დღე, როცა ბაქა არ მუშაობდა, უხალისოდ გადიოდა. იქ რომ იყო, სულ ყურადღების ცენტრში ჰყავდა. იბარებდა და იბარებდა უამრავი ადამიანისაგან სხვადასხვა საბუთს, მაგრამ თვალებით სულ ბაქას ეძებდა. აკვირდებოდა ხალხის რიგს როგორ აწესრიგებდა. ყველას მისვლის მიზეზს ეკითხებოდა, წინასწარ საბუთებს უმოწმებდა, თუ რაიმე აკლდათ აფრთხილებდა, რომ რიგში დგომით დრო ტყუილად არ გაეფლანგათ. წესები რეგისტრატორებზე უკეთ იცოდა. თუ რომელიმე ცნობა ნოტარიულად დამოწმებული უნდა ჰქონოდა, თიქვე ახლოს ნოტარიუსის ბიუროში აგზავნიდა, თვითონ კი რიგს უკავებდა. თუმცა არც რიგის გაკონტროლება შედიოდა მის მოვალეობაში და არც უამრავი ადამიანის დაკვალიანება. მთელი დღე მაინც მუხლმოუხრელად მუშაობდა. თავიდან ამიტომაც მოეწონა. მერე და მერე, როცა გაიგო, ცოლი მშობიარობას გადაჰყვა და სულ მარტოდ ზრდის ლამაზ თვალება ანასო, გულში ჩაუვარდა. სახლში დაბრუნებულს დედა სულ ებუზღუნებოდა. ლიმონი ისევ დაგავიწყდა, უსაყვედურებდა და ხელს ჩაიქნევდა. შეყვარებული მაინც იყო. დაბნეულობის მიზეზი რომ ჰქონოდაო, გამუდმებით ამას ეუბნებოდა. არადა მგონი ყველაზე მეტად სწორედ მისი სიყვარულის ეშინოდა. ნერვიულობდა ვინმე ხეპრეს, გაუნათლებელსა და მდაბიოს არ გადაჰყროდა. წლების წინ ერთი ბიჭი მოსწონდა. ისიც არ იყო მის მიმართ გულგრილი. ერთხელ თეატრში დაპატიჟა, ზაფხულის ღამის სიზმარი ინახეს. სახლამდე ფეხით მიაცილა, გაზაფხულის საღამო იყო. უკვე უნდა დამშვიდობებოდა, რომ თვალი აივანზე გადმოყუდებულ დედას მოჰკრა. სახეზე ფერი აღარ ედო, წყილს სასოწარკვეთილი მისჩერებოდა. იმ საღამოს სასწრაფო ორჯერ გამოიძახა. დედას მაღალი წნევა ჰქონდა, ვერანაირმა წამალმა ვერ უშველა. ბოლოს შეჰპირდა იმ ბიჭს, აღარასოდეს ვნახაო და წნევამაც დაიწია. იმ ღამეს ბევრი იტირა. მამა ასე ხომ არასდროს მომექცეოდაო, წამოსდა. თუმცა მერე ამ ფიქრის გამოც შერცხვა, სინდისი ქენჯნიდა. დედა ხომ ისევ მასზე ზრუნავდა, სხვა აბა ვინ ჰყავდა? მისთვის საუკეთესო საქმროს ეძებდა და ამ საქმეშიც ისევ დაქალების იმედი ჰქონდა. დრო კი გადიოდა და ბედნიერებაზე უკვე ოცნებაც ეხამუშებოდა. რაღა დროს ჩემი სიყვარულია, გაიფიქრებდა ხოლმე, თითქოს ამით თავს უფრთხილდებოდა, ტყუილი მოლოდინი რომ აღარ ჰქონოდა. ასად უნდა გაეცნო ვინმე, სახლიდან მხოლოდ საყიდლებზე თუ გადიოდა. მეგობრები თითქმის აღარ ჰყავდა. დედამისის თქმით, ასეთი მეგობრები არ სჭირდებოდა, ყველანი ხომ ეგოისტები იყვნენ. არადა ბავშვობაში სულ სხვანაირად წარმოედგინა თავისი ცხოვრება. ბავშვობა მართლაც ზღაპარივით ჰქონდა, სანამ მამა ავარიაში დაიღუპებოდა, დედა სხვანაირი იყო, ლაღი და ბედნიერი. ყოველ ზაფხულს ის, მამა და დედა ზღვაზე მიდიოდნენ. ამ დასვენებას ემთხოვდა ხოლმე მისი დაბადების დღეც. დედა ყოველთვის უზარმაზარ ტორტს უცხობდა, ვარდისფერი კრემით რთავდა და მის დღეობაზე ყველა დამსვენებელს ეპატიჟებოდა. ყველაზე ბედნიერი, ალბათ მაშინ იყო. დედა ტრაგედიამ ერთიანად მოტეხა, ამიტომაც ქენჩნიდა ალბათ სინდისი, როგორც კი მასზე ბრაზდებოდა. ზოგჯერ თავსაც კი იდანაშაულებდა, რომ დედა მთელი სიცოცხლე მის გაზდასა და გზაზე დაყენება შეალია. მან კი იმედები ვერ გაუმართლა. მაინც რა მოულოდნელად აკოცა. მანამდეც ხვდებოდა, რომ მოსწონდა. ბოლო თვეა, რაც ბაქა სამსახურიდან სახლამდე აცილებდა. ჯერ 382 ნომერი ავტობუსით მიდიოდნენ ველოსიპედის ძეგლამდე. ანა შინ დატოვებდნენ, თვითონ კი მის სახლამდე გზას ფეხით მიუყვებოდნენ. ბაქა სულ მხიარული იყო, სულ რაღაცაზე აცინებდა. სადარბაზოს კარს როგორც კი მიუახლოვდებოდნენ, ემშვიდობებოდა და ანასთან მიიჩქაროდა. ალბათ მთელი დღე მუშაობით დახრილი სახლში მივიდოდა თუ არა, თავისთვის და ანასთვის ვახშამს ამზადებდა. მერე იქნებ ერთად უყურებდნენ მამაშვილი ტელევიზორს.
ან წიგნს კითხულობდნენ ხმამაღლა, რიგრიგობით. მარტო ის იცოდა, რომ ბაქას საფრანგეთში ძმა ჰყავდა. წლებია პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა, ბაქაც უკვე კარგა ხანია ძმასთან აპირებდა წასვლას. ანაც ამიტომ იზეპირებდა ხოლმე გულდასმით ფრანგულ სიტყვებს მამამისის პაწაწინა ოთახში. თითქმის თავისუფლად ელაპარაკება ბიძაშვილებს სკაიპით. ყველაფერი ესმისო. ამიტომაც ფიქრობდა ბაქა უფრო წასვლაზე. იქ სწავლა არ გაუჭირდება. მისი მომავლისთვისაც ალბათ ასე აჯობებს, ბიძაშვილებთან ერთად გაიზრდება, გვერდით ეყოლებიანო ნათესავები. ნეტავ მაკოცოსო კი ინატრა, მაგრამ მაინც ვერ წარმოიდგენდა ასე მოურიდებლად თუ აკოცებდა. მერე საფრანგეთში წასვლა შესთავაზებდა, ცოლობას თხოვდა. წავა, სიამოვნებით იცხოვრებს ბაქასთან ერთად. ანა შვილივით გაზდის და შეიყვარებს. საკუთარი ხომ ალბათ აღარს ეყოლება, მაგრამ დედა ვინ გაუკეთებს ყოველ საღამოს ნემს? ვინ მოუტანს მაღაზიიდან პროდუქტებს? ვინ გაუწმენს ახალი წლის წინ ფანჯრებს? ვინ ჩამოუკიდებს გარეცხილ ფარდებს? ვინ გამოუცვლის გადამწვარ ნათურას? თან იმხელა ჭერი აქვს სახლს, თვითონ ყველაზე მაღალი კიბითაც ძლივს წვდება. წინასწარ იცის, დედა იტირებს, მერე წნევა აუწევს. ახია ჩემზე, მთელი სიცოცხლე შენ შემოგწირე და ახლა დაუძლურებულს ვისანაბარად მტოვებო შეეკითხება. ინანებს, რომ მამამისის სიკვდილის შემდეგ არც ერთი კაცი არ გაიკარა. თავი ცოცხლად დაიმარხა და სამაგიეროდ რა მიიღო. არ უნდოდა ასეთი თავგანწირვა. ერთია გვერდით ბედნიერი დედა ჰყოლოდა, მაგრამ ამას ხომ ვერ ეტყვის, რა უპასუხოს, როგორ აუხსნას, რომ ბაქასთან ერთად თავს ისევ ადამიანად გრძნობს. თითქოს მოჯადოებული იყო, საზიზღარი არსება იყო და მისმა კოცნამ ისევ ქალად გადააქცია. როგორც კი ბაქამ სამსახურში ნახა, ხელი მოვაწეროთო უთხრა. ჩემი ძმა სამუშაო ვიზა შენც გამოგიგზავნის, ჩემთვის სამსახურიც ნაპოვნი აქვს და საცხოვრებელიცო. ბედნიერი იქნები, ჩემი ხომ გჯერაო? კი, მისი სჯეროდა. ყველაზე უფრო მისი სჯეროდა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ტელევიზორთან მობუზულ შალმოხვეულ დედას ეს როგორ უთხრას? არაფერსაც არ ეტყვის, ადგება და წავა. პატარა გოგოსავით გაიპარება. წერილს დატოვებს, პატიება შეევედრება. ერთ საღამოს ბაქა სახლში მიიპატიჟა. იმედი ჰქონდა, რომ დედას მოეწონებოდა და მათ ქორწინებასაც სიხარულით შეხვდებოდა. დიდ ოთახში მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ, ჩაის სვამდნენ. დედა ტელევიზორს მისჩერებოდა, ბაქასთვის ხმა არ გაუწია. მისი საყვარელი სერიალი გადიოდა, ხმა აუწია და რაც ბაქა მათთან იყო, ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია. ბაქა უხერხულად იშმუშნებოდა, მასაც ციბრაზისაგან ტანზე ჭიანჭველები დაუდიოდა. რომ წავიდა, არ მომწონს ეგ კაციო, მარტო ეს უთხრა. ის ღამე თავზე თეთრად ჩამოათენდა. ხან ტიროდა, ხან ბრაზობდა. ბოლოს გადაწყვიტა ბაქას თუნდ სამყაროს დასალიერში გაჰყოლოდა. დედას თავიდან კარის მეზობელი, ინა მიაქცევდა ყურადღებას. მერე მომულელს უქირავებდა, ყოველთვიურად ფულს გამოუგზავნიდა, უყურადღებოდ არ დატოვებდა. მეორე დღესვე ბაქას თანხმობა უთხრა. გადაწყვიტეს ხელი სამშაბათს მოეწერათ. ამ საღამოსვე ვიყიდი შენთვის ბილეთს. კვირის ბოლოს უკვე საფრანგეთში უნდა ვიყოთ, რომ სამსახური არ დავკარგოო. გეგმებს აწყობდა გახარებული ბაქა. სამშაბათს სამსახურში არ წავიდა. დედას უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მთელი დილა გარშემო უტრიალებდა. ცდილობდა გაებედა და მისთვის თავსდატეხილი ამბავი გაემჟღავნებინა, მაგრამ ენა პირში ვერაფრით მოატრიალა. იმ დილას დედა განსაკუთრებულად ეცოდებოდა. გული უკვდებოდა მის მოხრილ ზურგს რომ უყურებდა, უნდოდა მისი აკანკალებული ხელი დაეკოცნა, ჩაისჭიქას კოვზით რომ ურევდა. რა ეშველებოდა უმისოდ. ბაქას პირველ საათზე ველოსიპედის ძეგლთან უნდა შეხვედროდა. იქიდან ერთად წავიდოდნენ ხელის მოსაწერად. თითქოს სალონში აპირებდა წასვლას, მაგრამ მერე გადაიფიქრა. გარდერობიდან რამდენიმე კაბა გადმოიღო, თუმცა რომელი ჩაეცვა ვერ გადაწყვიტა. მოწმედ გაყოლა, ინასთვის უნდოდა ეთხოვა, მაგრამ ასე 12 საათისთვის ფანჯრიდან მოჰკრა თვალი, ნაგვის პარკით ხელში როგორ მიიჩქაროდა. საგარეო ტანსაცმელი ეცვა, ეტყობა შორს მიდიოდა. მერე აბაზანაში შევიდა. ტანზე წყლის გადავლებას აპირებდა, მაგრამ თავიდან ფეხებამდე გაისაპნა. გაახსენდა ყოველ კვირას სკამზე ჩამომჯდარ დედას როგორ აბანავებდა.
ამ დროს დედა დამჯერ ბავშვს ემსგავსებოდა, რასაც ეუბნებოდა ყველაფერს უსრულებდა. ხანდახან უწყრებოდა კიდეც, მაგრამ ხმას ამაზეც არ იღებდა. გული აუჩუყდა, ატირდა. აბაზანის იატაკზე დაждდა და ზურგი წყლის ძლიერ ჭალს მიუშვირა. დიდი ხნის წინანდელი ამბავი გაახსენდა. ერთხელ უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს დედა კარს რომ არ უღებდა. არა და კარი ურდულით იყო დაკეტილი, სახლში იყო. ჯერ მშვიდად აკაკუნებდა. დედა მე ვარო იძახდა. მერე გამწარებული აბრახუნებდა. წარმოიდგინა რომ დედა ცუდად გახდა და ახლა იატაკზე усულოთ ესვენა. კარი გააღე, დედა მე ვარო ღრიალებდა. აქეთ-იქიდან მეზობლები გამოცვივდნენ, აწყნარებდნენ. უკვე მეზობლის ფანჯრიდან მათ აივანზე გადაძრომას აპირებდნენ, რომ შიგნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა და სულთლად გაწუწულმა დარცხვენილმა დედამისმა კარი ფრთხილად გააღო. აბაზანაში ვიყავი, ხმა ვერ გავიგეო, თავს უხერხულად იმართლებდა. მაშინ მიხვდა, რომ სამყაროში მის მეტი არავინ ჰყავდა. ჩაეხუტა და კიდევ უფრო მწარედ ატირდა. მერე რატომღაც ის გაახსენდა, ერთხელ დედა თეატრში რომ დაპატიჟა. მაშინ ფეხები ისე ძალიან არ სკიოდა, ჯოხით, მაგრამ გარეთ მაინც გადიოდა. კარგი სპექტაკლი იყო, ქალები თუ დედები ერქვა. ანტრაკზე დედაშვილს მოხუცი კაცი მიუახლოვდა. ქალბატონო, მშვენიერი ცხვირი გაქვთო, დედას უთხრა. ყოველ შემთხვევაში მას ასე მოესმა. თავი ვერ შეიკავა, სიცილისაგან კიბორჩხალასავით გაწითლდა. თუმცა მერე დედა უმტკიცებდა, ცხვირი კი არა, წყვილი თქვაო, მაგრამ ამ ამბავზე მაინც ყოველთვის გიჟივით ეცინებოდა. ახლაც ახარხარდა. დიდხანს იჯდა იატაკზე. აბაზანაში ჩამოწყოლილ ორთქლში უკვე აღარ ჩანდა. ბოლოს იგრძნო, რომ ხელფეხი დაუბუჟდა, ჰაერი სჭირდებოდა, სადაცაა, გული წაუვიდოდა. გაჭირვებით წამოდგა და აბაზანის კარი გამოხსნა. კაკუნი მოისმა. გულმა უჩხვლიტა. დრო ისე გაეპარა, უკვე პირველზე მეტიც იქნებოდა. ტანზე პირსახოცი შემოიხვია და აბაზანის ღია კარის უკან აიტუზა. როდის დედამისის ჯოხის ბრახუნი და კარის ჭრიალი გაიგონა. სახლშია? ბაქას ხმა ნაწყვეტ ესმოდა. ავადაა, მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა. ვნახავ, შეიძლება? უნდოდა ეყვირა, შემოდი, რა თქმა უნდა, შეიძლებაო, მაგრამ ვერ გაბედა. კედელს ჩრდილივით აეწება. გული გამაყრუებლად უბაგუნებდა. ბაქა კიდევ რაღაცას ამბობდა. გონი მას ეძახდა, ხმა ისევ ნაწყვეტ ესმოდა, სიტყვებს ვერ არჩევდა. ყურებში საკუთარი სისხლის ხმაურიღა ესმოდა. მერე კარი უხეშად მიბრახუნდა. ისევ დედის ჯოხის ხმა გაიგონა. იატაკზე ჩაიკეცა. წავიდა, ამოიჩურჩულა. თავი მუხლებში ჩარგო. წავიდა, გაიმეორა.